სამართალდამცველებმა თაღლითობის სქემა გახსნეს. დაკავებულია 33 წლის გუშამ ჯაფაროვი. ის თაღლითური გზით 4 ოჯახისთვის თანხის გამოძალვაში ეჭვმიტანილი. ეჭვმიტანილმა ქალბატონს უთხრა, რომ მეზობელთან სარემონტო სამუშაოებზე მუშაობდა და სასწრაფოდ ბინის პატრონთან დარეკვა სჭირდებოდა. ტელეფონზე საუბრის დასრულების შემდეგ ჯაფაროვმა ქეთევან გიორგობიანს თხოვა, რომ სამშენებლო ნარჩენების გასატანად ფული ესესხებინა, რომელსაც ბინის მეპატრონე სახში დაბრუნებისთანავე დაუბრუნებდა. გიორგობიანი მოგვიანებით მიხვდა, რომ ჯაფაროვს ტელეფონზე არავისთან უსაუბრია და თაღლითის მსხვერპლი გახდა. აი, გეგმაც ამას ქვია. თუმცა ბატონი ჯაფაროვი არ არის პირველი, ვინც ეს გეგმა განახორციელა. ერთი ბიჭი იყო ადრე, დადიოდა, ოღონდ დიდი მასშტაბებით. ხო და დადიოდა ესე ქვეყნებში და ეუბნებოდა თქვენს მეზობლად დემოკრატიას ვაშენებ, ფული მიმაკლდა, მას ესხედა ჯორჯ ბუში, რომ მოვა შემოგაწოდებთ. ესენიც გულურყულოები აძლევდნენ. მისცემდნენ თუ არა იმ ბიჭს ფულს, წავიდოდა და დაიკარგებოდა. აი ასე აბიტურებდა მაღალი ბიჭი ევროპელებს. ინტერნეტ გვერდზე პრესაჯი ხვდებით შემდეგი სათაურის სტატიას. ტყის მცველთა შესაჩერებლად კონკურსი გაიმართება. აი ესეც ნაცრის მორიგი ნაკადი ჩვენს თვალებს. ჩვენი ხელისუფლებისგან. რატომ ნაცარი? იმიტომ რომ ჩვენ გვეუბნებიან ეს გოგონები ბათუმში მისების კონკურსზე გაუშვითო და ამ დროს თურმე საერთოდ სხვა ზრახვებია დამალული ყოველივე ამის იქით. და ტყის მცველების შერჩევა საწარმოებენ. ხო, მის საქართველოს მაგივრად მის ტყის მცველი ტარდება ალბათ და ჩვენი მთავრობა ამ სიახლეს იმიტომ ნერგავს, რომ ტყეში ხის მოსაჭრელად შესულ კაცს ამ შვენიერი გოგონების დანახვაზე საერთოდ დაავიწყდეს მისი თავდაპირველი მისია. პირდაღებული და ხელსარიელი დაბრუნდეს ტყიდან. ეს ყველაფერი კი გასაგებია, მაგრამ საერთოდ რა კონკურსია საჭირო ტყის მცველობაზე? აი ამაზე ფიქრმა გამიტაცა და შემდეგნაირ დასკვნამდე მივედი. კონკურსის საგამოცდო პირობები ალბათ შემდეგში მდგომარეობს. პრაქტიკულში ბირდაბირიან, დრუჟბიან და ნაჯახიან კაცთან ბრძოლის ხელოვნება, ხოლო თეორიაში აუცილებლად ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ცოდნა და განცდებით წაკითხვა. ცხოველთა, ფრინველთა და მცენარეთა ენის ცოდნა და ყოველი შემთხვევისთვის Microsoft Word-ი, Excel-ი, ესე იგი PowerPoint-ი, Publisher-ი და Photoshop-ი, Premiere-ი და Pascal-იც. ესეც ყველაფერი ის, რაც 21 საუკუნის პროფესიონალ მეტყევეს უნდა ჰქონდეს. აი ასე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბრიფინგი გამართა და რუსეთის მხრიდან ვერბალურ აგრესიის ფაქტზე ისაუბრა. ჰაგის სასამართლოში საქართველო-რუსეთის კონფლიქტს დეტალურად 15 მოსამართლე განიხილავს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. ეს არის ცალსახად აგრესიული რიტორიკა, რომელიც მათ შორის ვერბალურადაც საფრთხეს უქმნის ჩვენ ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს იმ ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ უახლოეს წლებში ვნახეთ. დიახ, ვერბალური აგრესია. თქვენ აგონიათ რა, ვერბალური აგრესია არ არის სახიფათო. არამც და არამც. მხოლოდ ვერბალური აგრესია და ხმაური არ იყო გორში, მეგობრებო, ჩვენი პრეზიდენტის სასტიკად რომ დააფრთხო და არ ბენინა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ ასევე შეაფასა ავღანეთში ჩატარებული არჩევნები. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ გვერდზე პრესაჯი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ნინო კალანდაძემ განაცხადა, ავღანეთში ჩატარებული არჩევნები შეიძლება წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს. აი, ასე ნინო კალანდაძე ყველანაირად ცდილობს ავღანელი ერის დახმარებას. დიახ, ავღანელები, რომლებიც დღემდე კამათობენ იმაზე, ქმრის მოღალატე ქალი უნდა ჩაიქოლოს თუ დემოკრატიული ტენდენციების გათვალისწინებით უბრალოდ ჩამოიხრჩოს, ნამდვილად გამხიარულდებიან და კმაყოფილნი დარჩებიან, როდესაც გაიგებენ, რომ მათი არჩევნები ულამაზესმა გურჯმა ქალმა დადებითად შეაფასა. ისინი სასწრაფოდ შეწყვეტენ შაჰიდის კამრების დამზადებას და ყველანი დემოკრატიის შენებას შეუდგებიან. რუსთავი 2 ახალ სეზონს ახალი შენობით ხვდება. მარჯვენა ფეხით უნდა შემოვიდეთ ახალ შენობაში. ახალ სახლობა დაემთხვა ახალ სატელევიზიო სეზონს. სწორედ გუშინ წინ ამუშავდა დიდი უზარმაზარი სტუდიები, სადაც თქვენთვის ნაცნობი გადაცემები იწერებოდა. იმისთვის რომ არ დავკარგულიყავით შენობის ადმინისტრაციას ვთხოვე რუკა. გეგმა პირველი სართულის. მოვძებნო სადავარ, აქედან შემოვედით. დერეფნები აქ ცალკე საუბრის თემაა. დღეს არ დამეზარა და დავთვალე. მხოლოდ პირველ სართულზე დერეფნების სიგრძე შეადგენს 205 მეტრს.
რუსთავი არის თანამშრომლებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილი. ეს ვიცი 2 დღიანი აქ ყოფნის შემდეგ ბაღი. წამოდი ბაღში ნიშნავს წამოდი ცოტა დავისვენოთ. ადგილი, რომელიც განგაწყობს მედიტაციისთვის, ნამდვილი ხეც გვაქვს აქ. დეკორაციის ნაწილები, რომელსაც იცნობთ ალბათ. ეს ტელევიზიის ის მხარეა, რომელსაც მაყურებლები ვერ ხედავენ. ჯიბე, სწორედ ასე ეწოდება იმ სივრცეს, რომელიც სტუდიებს ერთმანეთთან აკავშირებს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიულოცავ რუსთავი 2 სამახალ შენაძენს, მაგრამ აქვე დავინტერესდები იმით, თუ საიდან მოახერხა ამ გააჭირებულმა ტელევიზიამ ამდენი. არა და სულ წუწუნებენ დავალიანება გვაქვს, არაფერი ურჩება და სატელევიზიო ბიზნესი საქართველოში წამგებიანიო. იმ ხელა ვალებში იყვნენ გადავარდნილი, რომ ჩვენს ხელისუფლებას გული აუჩუხდა, მედის თავისუფლებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და სამადლოდ დავალიანების 100%, ანუ რამდენიმე მილიონიც ჩამოაჭრა და ყოველივე ამის შემდეგ ყველასთვის მოულოდნელად ახალი შენობა, სტუდიები და შენობის გეგმებიც კი. რათა თანამშრომლები არ დაიკარგონ ამ ხელა ფეშენებელურ შენობაში. მაგრამ არც ჩვენ ვართ არავიზე ნაკლები და მეც მაქვს ჩემი ტელევიზიის შენობის გეგმა. აი ეს არის ჩვენი კიბე, ეს ჩვენი ჰოლი და ესეც სტუდია, სადაც ახლა მე ვარ. აქ ერთი პატარა სადაფიც მაქვს, მაგრამ ჯერ ვერ დავიკანონე. ესე იგი, არ აღშევს. იცით რა, როცა დავიკანონებ, შესაბამისად გამოყენების უფლებაც მექნება დარწმუნებული ვარ. ხო მართლა, ჩვენი გეგმის ვიზუალურ მხარეზე ბოდიშს გიხდით, რადგან ამ გეგმის სილამაზე მაშინ დაიკარგა, როდესაც უწყინარი ხელყუმბარის შემოგდებით ვიღაც ნაძირლებმა ჩვენი აფეთქების მცდელობა მოაწყვეს. ხო, რაც შეეხება ბაღნარს. ესე იგი, არც მაგათ ჩამოუვარდებით. და ესე იგი ჩვენს გეტყვით რომ ჩვენს გვაქვს ბაღნარი და როცა მუშაობისგან ძალზედ გადაღლილი ვიქნებით ესე იგი ამ ბაღნარის ირგვლივ შემოვსხდებით და განტვირთვას მივეცემით ხოლმე და თან ჩვენი ბაღი უფრო კომპაქტურია და მოხერხებული ესე იგი თან გასვლაც არ გჭირდება სულ თან დაგაქვს ხო რაც შეეხება სატელევიზიო ჯიბეს არც მაგით ვართ რუსთავი 2-ზე ნაკლები და ჩვენს გაგვაჩნია რაღაც ჯიბე. მაგრამ ერთი განსხვავებაა, მაგათი ჯიბე დიდია, ლამაზი და სავსე. თანაც იდუმალებით მოცული. ხოლო ჩვენი ჯიბე პატარაა, უსახური და გაახვრეტილი, მაგრამ გამჭვირვალე და ამაყი. ერთი სიტყვით, დიდი საყედური მინდა გამოვთქვა, ესე იგი ჩემი არქის ხელმძღვანელობის მისამართით. ამომივიდა ეს თქვენი ობიექტურობა და სიმართლის გაღადი ყელში. აი აქ. მერე რა? ბოლოს ახლა რა გახდა ერთი პრეზიდენტს რომ ერთი ვახშამის ტელეტრანსლირება მოვაწყოთ წყალქვეშა გემიდან. ან რაღაცა ისეთი რეპორტაჟი, სადაც ჩემი პრეზიდენტი მინისტრებთან ერთად მინდორში პეპლებს იჭერს და ყვავილებს ყნოს თავს. ეს არის ჩვენი ტელევიზიის მოქნილი მენეჯმენტი? ყველაფერი ჩემი გასაკეთებელი როგორ უნდა იყოს? რითვერ გაიგეთ რომ ჩვენი უბედურების დამალვას და ცხოვრების ლამაზად წარმოჩინებას მოაქვს კარგი შენობა, სტუდიები, არა და მეც მინდა კარგი პირობები და ლამაზად მოწყობილი სტუდია. ისე მინდა რომ აი ყოველდღე მესიზმრება თეთრებში ჩაცმული რუსთავი 2, რომელიც ხელს მიქნევს და ასე იდუმალი ხმით მეძახის ხოლმე. მოდი ვაციკო, მოდი, შენი ადგილი აქ არის, აქ. ეგ არის კაც თავში ტვინი რომ არ გაქვს. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.